ხარცვის ჰოტელის თანამშრომლობით და ეს პროექტი ახალ სიოწყლეს შესცემს ქობულეთს და ახალ დატვირთვას მისცემს ჩვენთვის ძვირფას ამ ადგილს. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ზღვისპირა ზოლის განვითარება, კონკრეტულად ქობულეთის განვითარება, ტურიზმის განვითარება ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ასეთი პროექტები არის საუკეთესო სტიმული განვითარებისთვის. შესაბამისად, ამ ასეთი ტიპის პროექტებს ექნება, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების მაქსიმალური ხარდაჭერა. დიოშენის მიღოვანების ცოდვის მქონე ბავშვების მშობლები თქვენთან შეხვედრის შემდეგ მათ იმედი აქვთ, რომ მედიკამენტს მალე შეეძინათ. თქვენ რას გვიტყვით ამ საკითხზე? დღეს ქონდა პირველი შეხვედრა, სადაც გავცვალეთ კიდევ ერთხელ მოსაზრეები, ინფორმაცია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის კონკრეტულად მედიკამენტებთან დაკავშირებით. ეს იყო დღევანდელი შეხვედრის მიზანი. თავიდანვე შეხვედრის დასაწყისშივე შევთანხმდით, რომ ახლოს მომავალში მაქსიმუმ ზეგდილამდე შედგება მეორე შეხვედრა, სადაც უკვე იმედი გვაქვს, რომ ერთად დავსახავთ საკითხის გადაჭრის გზებს. ეს იქნება უკვე მეორე შეხვედრის მიზანი, რომელიც მაქსიმუმ ზეგდილისთვის შედგება. იმედი გვაქვს, რომ ეს ერთობლივი გადაწყვეტა გამოიძებნება ამ საკითხისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან გრძნობიარე საკითხია და პირველ რიგში ჩვენ უნდა ამოვიდეთ, რა თქმა უნდა, ბავშვების ინტერესებიდან. იმედი გვაქვს კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ერთად გამოძებნით ამ საკითხის გადაჭრის გზებს. ირაკლი, ოპოზიციის დაპირისპირებასთან დაკავშირებით კითხავთ ამჯერად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილებს ეხება ეს ყველაფერი, რომელიც ოპოზიციას ეხებოდა. ლელოში ამბობენ, რომ ბოიკოტით არის გაცრუებული შტატები, ხოლო მახლებში ნიკა გვარამია საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ ლელოში ცრუობენ. რას ნიშნავს ეს ყველაფერი და მეორე ნაწილი აქვე, როგორ შეაფასებთ თავად ხელისუფლებასთან შეხვედრებს და გზავნილებს, რომელიც მიიღეთ სახელმწიფო. ეს მუდმივი დაპირისპირება ოპოზიციურ პარტიებს შორის უკვე ალბათ ყოველთვის ძალიან დამღლელია, არც არის ალბათ დიდად საინტერესო. რაც შეეხება ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომას, ძალიან კარგია, რომ ის თვისებრივად განსხვავდება იმ მიდგომისგან, რომელსაც ავლენდა წინა ადმინისტრაცია. 2020 წელი და 2024 წელი რომ გავიხსენოთ, მაშინ პირიქით სწორედ ყოფილი ადმინისტრაცია უწყობდა ხელს საბოტაჟს, ბოიკოტს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ახლა ხედავთ, რომ ეს მიდგომა არის შეცვლილი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი გვაიმედებს, ჩვენ ეს ყველაფერი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს იმასთან დაკავშირებით, რომ შევძლებთ, გადავხედოთ ჩვენს პარტნიორობას და აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, რასთან დაკავშირებით და ჩვენ მხრიდან არაერთხელ გაკეთდა შეთავაზება. დელეგაციის წერილია ამასთან დაკავშირებით, ბატონო ირაკლი, სადაც გარკვეული წერია, რომ შტატებთან ურთიერთობისთვის საჭირო ამერიკული ბიზნესისთვის ხელსაყრელი განება და კონკრეტული საკითხებია, რომელიც მოგვარებასაც ითხოვენ. ანუ პირველ რიგში ერთ-ერთი არის ის, რომ ოპოზიციის ჩართულობას უნდა შეუწყოთ ხელი. განიხილა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია. ეს წერია ამ გზავნილში და რა ნაბიჯებისთვის ხართ თქვენ მზად? რას შეცვლით იმ კანონებს, რომელიც მიიღეთ? სარჩელს გაუქმებთ ოპოზიციის აკრძალვაზე, რო გაქვთ შეტანილი, თუ ამდევნას შეცვლით? ჩვენ მქონდა პირველი ძალიან საინტერესო შეხვედრა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვსადვართ, რომ ეს დისკუსია განვაგრძოთ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ თავარი რის საფუძველზე შეიძლება გადაიტვირთოს ურთიერთობები, ეს არის სამართლიან მიდგომებზე დაბრუნება. თქვენ იცით, რომ რაც კი რამ გაფუძნდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული წლების განმავლობაში, ყველაფერი გაფუძნდა სწორედ უსამართლო დამოკიდებულების გამო, რასაც ავლენდა წინა ადმინისტრაცია, რაც იყო გაფუძნებული უსამართლობის საფუძველზე, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ სამართლიანი მიდგომის დამკვიდრების საფუძველზე. სამართლიანი მიდგომა არის ის, რომ ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ყველამ უნდა სცეს პატივი არჩევნების შედეგებს, ქართული ხალხის ნებას. ეს უნდა იყოს საერთო დამოკიდებულება, რაც წარითვალისწინებდა წინა ამერიკული ადმინისტრაცია. ისინი არც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეცნებიან პასუხს და არც არჩევნების შედეგს სცეს პატივი. შესაბამისად, არათუ არ მოუწოდებდნენ ოპოზიციას, რომ თავი შეეკავებინათ საბოტაჟისგან, პირიქით თავად იყვნენ საბოტაჟის სამხალისებლები. ჩვენ იმედი გვაქვს, ჩვენ აბსოლუტურად გახსნილი ვართ. გამოიტანთ სარჩელს ოპოზიციის აკრძალვა, სხვათა შორის ძალიან სიმბოლური ალბათ ანზორბოლ ქვაძე რომ იყო ერთ-ერთი ავტორი მაგ ნახეთ ამ სარჩელის ადრე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო ქართული ოცნების. ჩვენ აღქმაში ამ სარჩელის გამოტანას საუბარი მაგალითად იქნებოდა იმ უსამართლობის გაგრძელება, რასაც ხედავდით წინა ადმინისტრაციის მხრიდან.
ერთი რომ ყველამ უნდა ასწეს პატივი სამართლის უზენაესობას ჩვენს ქვეყანაში. როდესაც საუბარია სარჩელზე, რომელიც შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ყველა პატივისცემით უნდა მოიგიდოს შესაბამის სამართლებრივ პროცესს და სამართლებრივ პროცედურებს, ეს იქნებოდა ჩვენი თხოვნა და მოწოდება. არც არჩელი გამოგაქვთ, რო დავა კონკრეტად, არც არჩელი გამოგაქვთ, არც დევნას წყვეტთ ოპოზიციონერების მიმართ და ფერაზეც საუბრობთ, ამას ქვია ქართულ ენაზე სამართლის უზენაესობა, ინგლისურ ენაზე ქვია rule of law და როგორც ერთს, ისე მეორეს ყველამ უნდა ვცეთ პატივი. სამართლის უზენაესობას უნდა ასწეს ყველამ პატივი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და როცა სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, ეს არის სწორედ ამოსავალი წერტილი, ხო? სამართლის უზენაესობის პატივისცემა არის სამართლიანობის ერთ-ერთი გამოხატულება. უნდა გითხოთ, ნაცი რომ ნაცის აკრძალვას ითხოვს, ეს არაფერი არა, ანზორ ბოლქვაძე ერთ-ერთ კანონპროექტის ავტორი და ანზორ ბოლქვაძე მიშა სააკაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოებით და ყველა პარტიის კანდიდატი და დელეგატი კონკრეტული პარტიების აკრძალვას ითხოვს ქართული ოცნების დეპუტაცია, რომელმაც გაამზადა და შეიტანა სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ანზორ ბოლქვაძე არის ქართული ოცნების ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი, რომელიც ღირსეულად წარმოადგენს სხვათაშორის ამ კუთხეს აჭარას. მასე იყო ნაცების დროს. ბატონო ირაკლი, 4 ოქტომბერს საკერებულ ნაწილი დანაშაულს აღიარებს, იქაც დაესწრება, რომ ძალადობრივ ქმედებებს ჰქონდა ადგილი და ასევე პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობა იყო. რა იცვლება ამ აღიარებით, მაშინ როდესაც ოპოზიცია ცდილობს ფაქტის სხვანაირად წარმოჩენას და ასევე უცხოელი პარტნიორები ამ დრომდე არ გმობენ 4 ოქტომბრის მოვლენას. და ნიშნავს თუ არა რომ გამოიყენეს ეს ადამიანები სათავისად. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით და ზოგადად მიდგომებთან დაკავშირებით პატიმრების მიმართ. ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ იქნება სინანული დანაშაულთან მიმართებით, თუ იქნება შესაბამისი მიმართვა, ჩვენ მზად ვართ, რომ რა თქმა უნდა შესაბამისი რეაგირება კონდეს ამ ყველაფერზე და მოხარული ვართ, რომ ეს ჩვენი წინადადება სათანადოდ მიიღეს კონკრეტულმა პატიმრებმა, მათ შესაბამისად აღიარეს ჩადენილი დანაშაული და შესაბამისად გაფორდა მათთან საპროცესო გარიგება. ძალიან კარგი იქნება თუ სხვა პატიმრებიც მიბაძავენ ამ ადამიანებს, მათ შორის აღიარების კუთხით, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტისადმი შეწყალებას მიმართვის კუთხით, ჩვენ შეგვიძლია აქედანვე რა თქმა უნდა პრეზიდენტთან შეთანხმებით კიდევ ერთხელ გავცეთ პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაბამისი მიმართვის აღიარების სინანული შემთხვევაში ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება. ეს არის მნიშვნელოვანი რისთვის? დანაშაულის პრევენციისთვის. თქვენ გახსოვთ, რომ 2023 წელს იყო სისტემური ძალადობა სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა, მაშინ ერთი ბირი იყო მხოლოდ დაკავებული, ისიც შეიწყალა შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა, შემდეგ 6 ბირი იყო დაკავებული და ამან პრევენციული ეფექტი არ იქონია, პირიქით წაახალისა ახალი ძალადობა. იმისათვის რომ ახალი ძალადობა არ იყოს ახალისებული, მნიშვნელოვანია სამართალი აღსრულდეს, თუმცა კიდევ ერთხელ თუ იქნება აღიარება, რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაგირება და ამაზე კიდევ ერთხელ შეგვიძლია პირობა დავდოთ. გიორგი შეწირულზე თავდამსხმელები პირდაპირ ეთერში. ამ დრომდე ვერ იპოვეთ ბატონო ირაკლი, როდესაც ერთ მხარეს საუბრობთ, მეორე მხარეს რატო გავიწყდება? თუ მაკაჩიხოძე დღეს რო ცოცხალია, ფიქრობთ რომ ეს თქვენი დამსახურებაა? ამასთან დაკავშირებით თქვენ იცით რომ ვიცე-პრემიერმა გააკეთა განცხადება და ბუნებრივია გამოძიება ბოლომდე დაინტერესდება ამ საკითხით და როგორც წინა შემთხვევაში მოხერხდა საბოლოო ჯამში პირთა იდენტიფიცირება, იმედი გვაქვს რომ ამ შემთხვევაშიც მოხერხდება პირთა იდენტიფიცირება. პროცესია და შეეტყობთ ყველაფერს სათანადო დროს. სამართლოსთან დაკავშირებით უნდა გითხოთ, სასამართლო სისტემების ხარისხი საქართველოს მსოფლიოში 33 ადგილზეა და ევროპის საუკეთესო ცოლში მე-15 ადგილს იკავებს. ეს ჩენდლერის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ამის შესახებ, თითქმის უსწრებს საქართველოს ნატოს და ევროკავშირის სახელმწიფოს ამონაცემები წინ. რაც ნიშნავს როგორც შეაფასებთ ამ. თქვენ გახსოვთ რამხელა შტურმი იყო სასამართლო სისტემაზე თავის დროზე და საბჭოური ტიპის აგიტაცია, სასამართლო სისტემის ბრენდირება და მაშინ ჩვენ თხოვდით ოპონენტებს რომ წარმოედგინათ კონკრეტული საქმეები, რომლებიც მათი აზრით იყო უსამართლოდ გადაწყვეტილი, ვერც ერთი ასეთი საქმე ვერ წარმოადგენეს. გარდა ამისა შეგახსენებთ რომ არაერთგზის მათ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს სარჩელებით, სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და წააგეს რეალურად ყველა საქმე. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საზოგადოება ამ ყველაფერს ხედავს. შესაბამისად სასამართლოს მიმართ საზოგადოებაში არის მაღალი ენდობა, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა სასამართლო სისტემას და რა თქმა უნდა ის რეიტინგი, რომელიც გამოქვეყნა, არის ამ ყველაფრის კიდევ ერთი დადასტურება საქართველოში. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა 2012 წლის შემდეგ იმისათვის, რომ სასამართლო გამხდარიყო რეალურად დამოუკიდებელი და ეს მიღწევა არის ასახული შესაბამის რეიტინგებშიც. ეკონომიკის განვითარების ფონდის ვიცე-პრემიერზე ვკითხავთ, მოლდოვის ვიცე-პრემიერის განცხადებას როგორ
შეაფასეთ, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირში თუ ვერ გავწევდიანდებით, რუმინეთთან უნდა გავერთიანდეთ და ამ ფონდზე საქართველოს მიერ გატარებული პოლიტიკა რამდენად სწორია. არის, როდესაც უმაღლესი წარმომადგენელი კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლების აკეთებს ასეთ განცხადებას, ამის აღქმაც კი ერთულია, არათუ გამართლება და რაღაცნაირად ამაზე სერიოზულად მსჯელობა წარმოუდგენელია, როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი პირი აკეთებს განცხადებას სუვერენიტეტის დათმობის თაობაზე. თუ კი რაიმეს უნდა უფრთხილდებოდეს ქვეყნის ხელისუფალი, ეს არის სწორედ სუვერენიტეტი. თუმცა ხედავთ, რომ მოლდოვაში სხვანაირად არის საქმე, თვითონვე მზად არიან ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები დათმონ ქვეყნის სუვერენიტეტი და ეს უფასდებათ კონკრეტული ძალების მხრიდან, რომლებიც სწორედ რომ მიმართული არიან ამა თუ იმ ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვისკენ. ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, ჩემთვის არის გაუგებარი ნებისმიერი ასეთი განცხადება. ჩვენ გვაქვს სრულად საპირისპირო განცხადება, რომელიც არის მიმართული სწორედ სუვერენიტეტის გამტკიცებისკენ და დაცვისკენ. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ ლოგიკურია, რომ კონკრეტული ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ჩვენს ქვეყანას და ქართულ ხალხს, აქებენ ხოლმე ასე სისტემურად და სისტემატურად მოლდოვის ხელისუფლებას. ეს აბსოლუტურად ლოგიკური მგონია. ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე უნდა კითხოთ, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიქმნა. საინტერესოა რითია განსხვავებული განვითარების ფონდისგან, რომელიც ცოტა ხნის წინ გაუქმდა, რაზე იქნება ორიენტირებული, რა იქნება მისი პრიორიტეტები და საიდან მოხდება ფინანსური რესურსის მოძიება. ფინანსური რესურსები სხვადასხვა წყაროდან იქნება მოძიებული, ნაწილობრივ გარკვეული ნაწილი იქნება მათ შორის რა თქმა უნდა საბიუჯეტო რესურსების, თუმცა ეს იქნება სხვა წყაროებიც, საინვესტიციო წყაროებიც. მთლიანობაში პირად უფრო კომპლექსური იქნება იმ კორპორაციის მუშაობა, რომელიც ახლა შეიქმნა, თქვენ იცით, რომ გაერთიანდა რამდენიმე სტრუქტურა, მათ შორის საწარმოო საქართველოში, მათ შორის ყოფილი ფონდი და კიდევ ერთხელ დაემატება ახალი მომსახურეები, ახალი მიმართულეები, შესაბამისად კომპლექსურად იქნება ხელშეწყობილი ამ კორპორაციის მუშაობით საინვესტიციო პოლიტიკის წარმატებით წარმოება ჩვენს ქვეყანაში. Panie premierze, IBR-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა, როგორია თქვენი შეფასება ბოლო პერიოდში ეს ტენდენცია გრძელდება? ნუ თქვენ იცით, რომ პირველი 4 თვის მაჩვენებელი პირველადი პროგნოზის წინააღმდეგ არის უფრო მაღალი 8.3% და ამ პირობებში რა თქმა უნდა ლოგიკურია რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ზრდიან ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება საბოლოო ჯამში წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში. ასეთი პროექტებიც ხელს შეუწყობს რა თქმა უნდა ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას, არის ბევრი სხვა ინიციატივა რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ წარმატებას, ასევე კორუფციის აღმოფხვრა განსაკუთრებით მაღალ დონეზე, რასაც ჩვენ მივახციეთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ესეც იქნება ერთ-ერთი უმთავრესი ხელშემწყობი ფაქტორი, რომელიც დააჩქარებს ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. ის შეძენს უნდა კითხოთ, რომ სენოფობიური განცხადება გააკეთა, ამაზე დამატებით განმარტებას აღარ აკეთებს და საერთოდ თუ როგორ შეაფასებთ ის განცხადებაზე მთლიანად მის საქმიანობას ის. ნუ კიდევ ერთხელ წამოსდა რაღაც კაცს, მე მგონი დავასვენო ჯობია, ისედაც მიკადის პენსიაზე. არ არის თითქოს საინტერესო მისი განცხადებები, მორიგი წამოსთენა იყო, თუმცა წამოსთენები როგორც ისე არ ხდება ხოლმე, რაც გულში უდევს სინამდვილეში როგორც ჩანს ის თქვა. ბატონო ირაკლი, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე უნდა დავუბრუნდეთ, მართალია, წინა ჩამის ერთ-ერთ ყველა მეთქი ვთქვი, წინა ჩამოსვლაზე ბოლომდე არ შესრულეთ პირობა ბაზარში წავიდეთ გკითხეთ და ტელეფონზე მიმტკიცებდით აპლიკაციით, რომ ხორცი 10 ლარი ღირსო. არ ვიცი, ალბათ მინიმუმ მაინც გაჩვენათ ვინმე საპასუხო კომენტარები და ხალხის პოზიცია, რას ამბობდნენ ამაზე. მე არ ვიცი ვინ ჩაგიწერათ აპლიკაციაში გაყინული პროდუქტის ფასი. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ორნაბიჯს ერთოდ არ იყიდება ცოცხალი ხორცი, რომელსაც თქვენ ამბობთ. ამ ფასებთან დაკავშირებით ბოლო მონაცემები ნახეთ, რომ ისევ გაძვირდა ყველაფერი, საკსტატის მონაცემები აქ მაქვს. თქვენი აპლიკაციით არა, საკსტატი. ახლა რაც შეეხება ფასებს, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი წამოვიწყეთ და ამ პროცესის საფუძველზე ჩვენ მოახერხეთ ინფლაციური პროცესების შეჩერება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ შარშანწინ მქონდა ძალიან დაბალი მაჩვენებელი ინფლაციის, შარშან გაზაფხულიდან ცოტა მაღლა წამოვიდა ეს მაჩვენებელი, აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ მიზანშეწონილად ინფლაციური პროცესების შეჩერება და საბოლოო ჯამში ამ შედეგს მივახციეთ. თქვენ თუ დააკვირდებით ბოლო თვეების ტენდენციას, ინფლაციური პროცესები ჩვენს ქვეყანაში არის შეჩერებული. წლის განმავლობაში სასურველია რომ სამხურებლო ფასები იზრდებოდეს მაქსიმუმ 3-4%-ით და ჩვენ გვინდა დაუბრუნდეთ ამ მაჩვენებელს, რაც აბსოლუტურად რეალურია. ხო, წლის განმავლობაში მაქსიმალური ინფლაციის მაჩვენებელი ეკონომიკური თეორიის თანახმად უნდა იყოს მაქსიმუმ 3-4. მე გითხარით მაშინ კონკრეტული სელის აპლიკაციაზე იყო საუბარი. რომელ აპლიკაციიდან მესაუბრეთ? მე საკსტატი მაგ
გახსნილი და ნახეთ მე სხვა რამეს გეუბნები. ინფლაცია რომ მოიხდა ინფლაციური პროცესები შევაჩერეთ ჩვენი ინიციატივების საფუძველზე, რაც დასტურდება მათ შორის საქსტატის მონაცემები. საქსტატი ამბობს პირდაპირ რომ მაისში წაგიკითხავთ რომ მე არ მითხრათ თუნდაც 1%-ში არ გქონდეს ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე, თევზეული 20 და 9%, ხორცი და ხორცის პროდუქტები 10%, გიკლებთ ცოტა კიდევ უფრო მეტია. შეგაწყვეტინებ ცოტა ხანი. ეს არის წლიური ინფლაცია და მაგას გეუბნებოდით ზუსტად. წლიურია. მაისი წინა მაისთან შედარებით. წინა მაისის მერე საქართველოს მოსახლეობა. არა მის გეუბნებით. თქვენ წარმოაჩინეთ როგორც ყოველთვიური მაჩვენებელი, ეს არის წლიური მაჩვენებელი და ზუსტად მაგას გეუბნებით, რომ შარშან გაზაფხულიდან უიმატა ინფლაცია. შესაბამისად ჩვენ მოახერხეთ თებერვლის თვიდან იანვარში საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი იყო და მოახერხეთ და თებერვლის თვიდან დავასტაბილურეთ თვიდან თვემდე ინფლაციის მაჩვენებელი. ეს არის ის, რაც შეგიძლიათ ნახოთ თუნდაც საქსტატზე. 10 ლარად ხორცი, 9 კილოგრამი. უნდა დაუბრუნდეთ? არა. რა თქმა უნდა, დეტალებში უნდა შევიდეთ. თქვენ მაშინ ბაზარში წამოყოლოსეთ დამპირდით, მაგრამ მოგატყუეთ. კი, პირდაპირ სხვათა შორის ბატონო ირაკლი. ერთხელ უნდა წავიდეთ. არა, თქვენ მითხარით რომ წავიდეთ. ეხლა შეგვიძლია წავიდეთ და მოისმინოთ ბატონო ირაკლი, არ გეუხერხულებათ, როდესაც მართლა საკუთარ მოსახლეობას ეუბნებით, რომ აი ხორცი გაიაფთა, საკვები გაიაფთა, არაფერი არ გაიაფთა, საწვავი გაძვირდა, ხორცი გაძვირდა. კონკრეტულ პროდუქტებზე თქვენ ამბობთ არარეალურ ფასებს. მახსოვს კონკრეტული პროდუქტი თქვით, რაზეც ფასი დაასახლეთ, არა, სხვა პროდუქტზე გეუბნებით ამ შემთხვევაში. 8 ლარი, როცა სინამდვილეში დაახლოებით ორჯერ ნაკლებ კონკრეტულ პროდუქტზე თქვით, რას დაახლოებით ორჯერ ნაკლებ 8 ლარი. სოფლის კვერცხი რომელი იყო და არა, ეგრე იყო ბატონო ირაკლი. ამ ნიუანსებში ნუ შევალთ. ნახეთ, რას თავარია? ეგრე არის, ეგრე. სრულობდა, არ ვცნობ თქვენ სრულ, ბატონო ირაკლი ამ შემთხვევაში. ერთი წამით. ან გაგეუბნებით, არასწორ მონაცემებს გეუბნებით. ჩვენ მქონდა შარშანდელი გაზაფხულიდან, ერთ წამით. შარშანდელი გაზაფხულიდან ჩვენ მქონდა მომატებული ინფლაციის მაჩვენებელი. დამიჯერეთ რომ ამ ქვეყანაში ფასებზე არ იცინება. ფასებზე არ ვიცინი, თქვენს ჩარტებზე ვიცინი ამ შემთხვევაში ტელეფონი ჩაგერთოთ. რაც შეეხება ფასებს, რაც შეეხება ფასებს, მადლობა. რაც შეეხება ფასებს, შარშანდელი გაზაფხულიდან იყო წამოწეული ინფლაციის მაჩვენებელი, ჩვენი მიზანი იყო ამ მაჩვენებლის დაბლა დაწევა. იანვარშიც ჰქონდა სამწუხაროდ მაღალი მაჩვენებელი, თუმცა თებერვლიდან ჩვენ მივახციეთ ინფლაციური პროცესების შეჩერებას. ეს არის სახელმწიფო სავარო პასუხისმგებლობა. კარგით. შევთანხმდით რომ ხორცის ფასზე თქვენ არასწორი თქვით და მე კარგით კვერცხის 10 თეთრზე ვიდაოთ. ერთ-ერთი არა, ბატონო ირაკლი, არ არის სასაცილო დამიჯერეთ. მე შემიძლია ახლავე გაჩვენოთ თქვენი საპასუხო ათეულობით ვიდეო, ნახავდით ალბათ. სხვათა შორის კარფურშიც კი ამაზე იცინებთ. ეხლა უნდა წაგიკითხოთ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის დღევანდელი განცხადება გიორგი კაკაურძის და თქვენ რომ ვიდეო ჩაწერეთ და გაიაფებას რო გვპირდებოდით ყველაფერს. აგერ კაკაურძე დღეს ამბობს რომ გაიაფებას რატომ ველოდებით, არ ვიცი. ამ საკითხზე მუშაობდა კომისია და ნამდვილი ნაბიჯები იქნა გადადგმული. ოღონდ ეს ნაბიჯები სად გადადგით ვერ დავინახეთ, მაგრამ გაიაფებას არც ველოდებოდით. როდის გვაწყობთ? მაშინ, ახლა თუ რაც შეეხება პირველ შედეგს, რასაც პრაქტიკული თვალსაზრისით მიაღწია ამ კომისიამ, ეს იყო ის, რომ თითქმის ყველა ქსელმა შემოიღო კონკრეტული პაკეტი, სადაც მოქმედებს მუდმივი ფასდაკლებები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით სოციალურად შეჭირებული მოსახლეობის ფენისთვის, რაც სხვათა შორის ძალიან ეწყინა ოპოზიციას ამ პაკეტების შემოღება და დამკვიდრება, თუმცა ეს იყო არა, ხალხი არ იყო. უბრალოდ ერთ ადგილზე დადგეს. არა, მასე არ არის. არა, ნახეთ ორნაბიჯი არ იყიდება. ხოლმე გატყუება სისტემური სახე შეიძინა ფასდაკლებებმა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალურად შეჭირებული მოსახლეობისთვის და ეს ეწყინა ძალიან ჩვენს ოპოზიციას ამასთან დაკავშირებით. მე ვნახე აპლიკაციაში არა, ისე თუ ნახეთ თქვენ პირადად. ყველგან არის ეს აპლიკაციაშიც და დახლსაც. მაშინ რომ მოგატყვენ აპლიკაციით ხო ახლა ნახეთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შარშან გაზაფხულიდან მომატებული იყო ინფლაციის მაჩვენებელი, შესაბამისად ჩვენ გადავწყვეტეთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რაც გავაკეთეთ. იანვარშიც იყო ჯერ კიდევ შედარებით მაღალი მაჩვენებელი, თუმცა იანვრის შემდეგ ჩვენ მივახციეთ ინფლაციური პროცესების დასაბელურებას. კიდევ ერთხელ წლის განმავლობაში ეკონომიკის თეორიის თანახმად ინფლაცია პროდუქტებზე უნდა იყოს მაქსიმუმ 3-4%, მეტი არ არის სასურველი და ჩვენ გვინდა დაუბრუნდეთ ამ ნიშნულს, რაც არის აბსოლუტურად რეალური. თქვენი მათემატიკა ვერ გავიგეთ, მაგრამ კაი იყოს რომ გამოყვეთ საწვავის ფასებზეც გითხარით. მანდაც მანამდე გვახსოვს ყველას, სხვათა შორის დღევანდელი ხელისუფლებაში უკვე აღარ არიან შეიძლება ეს ადამიანები, მაგრამ საკაშვილის ჯიბეში რომ ლარი მიდიოდა, ეხლა ვის ჯიბეში მიდიოდა? საწვავის ფასებს რაც შეეხება, რო აიღოთ თქვენ ევროპის ქვეყნები, ყველა ქვეყანასთან შედარებით საქართველოში არის ყველაზე დაბალი ფასი.
ყველა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით საქართველოში არის უფრო დაბალი ფასი, არის ორი ქვეყანა აზერბაიჯანი და თურქეთი, სადაც არის ფასი ჩვენზე შედარებით დაბალი ყველა სხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში ფასები არის ზოგიერთ შემთხვევაში 2-ჯერ, 3-ჯერ და 4-ჯერ მაღალიც კი. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. მაგას საწოვი გზაში საწოვი რომ შემოდის რომელიღაც ქვეყნიდან, საწოვი რომ შემოდის სხვა ქვეყნიდან. ევროპასთან შედარებით ნორმალურად მიგაჩნიათ ბოლოს სამთავრობო გვერდებზე ვნახეთ ეს. აი, როდესაც ადარებს საქართველოში გვაქვს საწოვი, სხვა ქვეყნიდან ხონდა შემოიტანო საწოვი. მერე გზაში ხო არიაფტება პირიქით თუ ძვირდება, იმიტომ რომ თავისი გადაზიდვის ფასი აქვს, ხო? ერთად უნდა დაადაროს, საიდანაც შემოდის, იმ ფასებს ვადარებთ. და საქართველოში არის ბევრად უფრო ფასებს ვადარებთ, ზეც მაგალითად და აი კარანს და ასე შემდეგ. არა, ბატონო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იქ ევროში ხელფასი და რამხელა. არა, ეს არის ყველაზე მთავარი, რაც ხალხს აწუხებს. ამაზე მეტად ადამიანებს არაფერი არ აწუხებს. და მე რას კითხავთ? აი, რამდენ სწორად მიგაჩნიათ ეს შედარებები, როდესაც ევროპის ქვეყნებთან ადარებთ საქართველოს ფასებს? მნიშვნელოვანი არ არის, რომ გერმანიასთან შედარებით საქართველოს საწოვი არის 3-ჯერ იაფი. ხო არ მნიშვნელოვანი? გერმანიაში ხელფასი და პენსია მითხარით და საქართველოს შემდეგ. სხვა რამეს გეუბნებით, გერმანიასთან შედარებით საწოვი არის 3-ჯერ იაფი, ხო? არის თუ არა ეს მნიშვნელოვანი? რა? რომ 3-ჯერ იაფია საქართველოში გერმანიასთან შედარებით საწოვი. გერმანიაში რამდენია საშუალო ხელფასი? რა თქმა უნდა უფრო მაღალია, რა თქმა უნდა უფრო მაღალია. ამაზე ვაღლაპარაკობთ. არა, ახლა უნდა გითხოთ კიდე კორუფციაზე. დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობას ჰქონდა კვლევა 33 შემთხვევა არის მათ კვლევაში. კორუფციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება თანამდებობის პირებს. როგორ ხდება კორუფციასთან ბრძოლა ქვეყანაში? არის თუ არა შერჩევითი? მაგალითად შეგიძლიათ მითხრათ, აი რომელი დეპუტატები რო არიან ჩართულები და რომელი დეპუტატი კიდე დაგიხსნათ, ყველა მილიონერი დეპუტატი რეალურად ბიზნესითაა დაკავებული. ბიზნეს რაშუაშია, ნახეთ, არის კონკრეტული დეპუტატი, რომელსაც აქვს კომპანია და მისი კომპანია იგებს ტენდერს. ეს რაშუაშია კორუფცია. კორუფცია იმ შემთხვევაშია, ეს არის სამარცხენო, რასაც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აკეთებს. ერთ-ერთი უმთავრესი კორუმპირებული ორგანიზაცია საქართველოში არის სწორედ საერთაშორისო გამჭვირვალობა, ორი ადამიანი ვიცი, რომელიც ამდენი ხანია ერთთანამდებობაზე, ერთი პრეზიდენტი იყო ადრე და ახლა არის ეკა გიგაური. ეხლა რაც შეეხება გამჭვირვალობას და რაც შეეხება ხელისუფლებას, ხო? ტენდერის მოგება ეს არ არის კორუფცია. თუ ვინმე დაადგენს, რომ ამ ტენდერში იყო манипуляция, უსამართლობა, ამ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ კორუფციაზე. მაგრამ არავით არის ასეთი ფაქტი, რეალურად არ არის წარმოქმნილი, უბრალოდ დეპუტატის კომპანია მოიგო ტენდერი, ეს არის კორუფცია, ეს არის ტყუილი. მე რო გაგახსენოთ კონკრეტულად რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, შემიძლია ძალიან მარტივად გითხრათ ერთი რამ. წარსულში იცით რომ იყო პრობლემები, ამიღეთ მაგალითად წლევანდელი პრაქტიკა, ან გასული 1 წლის პრაქტიკა მთლიანად. თუ თქვენ ამოიღებთ ერთ კორუფციულ ფაქტს, მაგალითად რომელიც უკავშირდება რომელიმე მინისტრს, გვირდებით რომ იქნება მყისირი რეაგირება. არც ერთი ფაქტი. ეს კითხვა დებატებშიც და უსვით ოპოზიციას, მოიტანეთ ერთი ფაქტი, აი ბოლო 1 წლის განმავლობაში, სადაც არის კორუფცია. ვერც ერთი ფაქტი ვერ მოიტანეს და თქვენც არც ერთი ფაქტი არ აქვს. ეს არის ჩვენი მიდგომა. აი, ირაკლი ზაქუასიძის კომპანია რო იყო ბაღები, ძალიან რამდენიმე მაგალითით რო გითხრათ, გასაგებია, მაგრამ ეს ძალიან ყველას გვაწუხებთ, იმიტომ რომ ათეულობით სკოლა, ბაღი, გურიაში, იმერეთში და ძალიან ბევრ რეგიონში დაიწყეს მშენებლობები, აიღეს ათასობით ლარი, გამოძიებებიც დაიწყო, თუმცა შედეგი არავინ არ ვიცით და ბავშვებს 5-6 წელი სკოლაც კი არა და არავინ არ დასჯილა. ზოგადად გეტყვით, სხვადასხვა მიმართულებით იყო პრობლემები, მათ შორის სკოლების და ბაღების მიმართულებითაც. ამის გამო მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციური საკადრო გადაწყვეტილებები და მოვაწესრიგეთ პროცესები. მთელი ინსტიტუცია გავაუქმეთ იმის გამო, რომ დავინახეთ პრობლემები და განათლების სამინისტროდან ეს ინფრასტრუქტურული პროექტები გადავიტანეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროში, სწორედ იმის გამო, რომ დავინახეთ პრობლემები. კიდევ ერთხელ გეუბნებით, აი მაგალითად ინფრასტრუქტურა რო ავიღოთ და მათ შორის სკოლები და ბაღები, მას შემდეგ რაც ბატონი რევას სოხაძე დაინიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრად, მომიტანეთ ერთი პრობლემური შემთხვევა, სადაც თქვენ ხედავთ ან კორუფციას, ან გულგრილობას, ან დაუდევრობას და ამასე ვაგებთ ერთად პასუხს. ახლავე შემიძლია გადმოგცეთ ბატონ ირაკლი, იმიტომ რომ თვეებია გურიაში, მათ შორის აჭარაში, როგორც შიდა სახელმწიფოებრივი გზები, ასევე ცენტრალური გზები არის გადათხრილი, არის მიტოვებული, 4 წელია საჯავახოს მონაკვეთი კეთდება და ვერ გააკეთეს. აი ახლა რო გაიარეთ. კიდევ ერთხელ გავიმერებ. ნახავთ რომ იგივე
მდგომარეობა. გეუბნებით კონკრეტულ ადგილებს და არა, სხვა რამის გეუბნებით კაცო. ამას ხო შეიძლება კონდეს კონკრეტული მიზეზი, რომელიც არ არის დაკავშირებული მაგალითად მოქმედ მინისტრთან, ხო? დახვდა მთელი რიგი პრობლემები, მათ შორის წყალმომარაგების სფეროში, გზების მიმართულებით და შემდეგ, და ამ ყველაფრის მოგვარებით იყო დაკავებული ამ პერიოდის განმავლობაში ბატონი რევასოხაძე ძალიან დიდი წარმატებით და ამის ყველაფრის შედეგებს ნახავს საზოგადოება, მათ შორის იმითაც, რომ დაჩქარდება პროცესები, ბევრად უფრო იაფად და ხარისხიანად განხორციელდება ყველა პროექტი. ეს არის, რასაც პირდებით საზოგადოებას. მარტში ამბობთ, ყველგან არის გზები დაგებულიო და გზები დაგებული კი არა, რაც იყო ისიც გადათხარეს და მიატოვეს ბატონი და უამრავი ფოტო და ვიდეო შეგვიძლია განსაუბროთ რა. არა, თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია გატყუებენ ბატონი და მე შემიძლია გაჩვენოთ ათობით ვიდეო. მე ეს ტყუილი იყო ის, რომ თითქოს მე ვთქვი, რომ ყველა გზა საქართველოში არის გარდგომარეობაში, გარტყუილი. რომ გზები ყველგან დაგებულია. რას ლაპარაკობთ ეგეთი რამე? 13 მარტს ბათუმში. ყველა გზა როგორ იქნება ყველგან დაგებული? რას ლაპარაკობთ? ეხლა მე გეტყვით ერთ რამეს. არის იყო პრობლემები, იყო ხარვეცები, ამის აღმოფხვრით არის საკავებული ბატონი რევასოხაძე და მას აკეთებს ძალიან დიდი წარმატებით და ამის შედეგებს ნახავს საზოგადოება, გაუმჯობესდება ტემპები, გაუმჯობესდება ხარისხი და ამისთვის საფუძვლები ძალიან მყარად არის შექმნილი სწორედ ბატონი რევაზის ხელმძღვანელობით. აი, ბარემ უნდა კითხოთ სქროლვის სააგენტოზეც განყოფილებას შინაგან საქმეთა სამინისტროში რო შეიქმნა. მე ვიცი სიძულვილის და სიცრუის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროში. რა ევალება ამ სააგენტოს სიძულვილის და სიცრუის წინააღმდეგ ბრძოლა. ოღონდ ნახე რა, მხოლოდ საჯარო ხელებს იცავს თუ რიგით მოქალაქეებს მაგალითად ტროლები და ბოტები მიტევენ რა მაშინ მთლიანად ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას იცავს ეს სამმართველო შემიძლია ძალიან კაფეოდ გითხრათ თავს გვახვედრენ არა მთელ ქვეყანას და საზოგადოებას იცავს სიძულვილისგან და სიცრუისგან ეს სამმართველო ეს არის მისი მისია ალბათ იმედია თქვენ არ გაავრცელებთ სიძულვილს და იმედია ჩემი კოლეგებზე თავდასხმებს მალე და გამოვხევი ახლა მანქანას და ხორცზე როდის წავიდეთ ახლა რაც მოსხარი ეს იყო პრემიერ-მინისტრის კომენტარი მედიასთან დღის და კვირის სხვადასხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემაზე და ჩვენც ამ თემატიკაზე განვაგრძობთ ახლა საუბარს.